გამარჯობა. დღეს 25 ივლისია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1248 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუნჯერი ჟურნალისტი და ვსაუბრობ იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში. დღევანდელ ეპიზოდში არ შევეხები სიტუაციას ფრონტზე და არ მიმოვიხილავ ომის მიმდინარეობას. დღეს ვისაუბრებ საპროტესტო ტალღაზე, რომელმაც ომის პარალელურად გადაუარა უკრაინას. დიახ, უკრაინელი ხალხი ისევ ქუჩაშია, მათ შორის კიევშიც და რუსული რაკეტების წვიმის საფრთხის მიუხედავად ისევ აპროტესტებს. თუმცა არ აპროტესტებს იმას, რაც ელანდებათ, ესიზმრებათ და უნდათ კრემლში, არ აპროტესტებს უკრაინელი ხალხი იმას, რაც სურთ რუსეთუნელებს. ისინი არ ითხოვენ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ან არჩევნებს. არა, მათ უბრალოდ არ მოეწონათ კანონი, რომელიც გასულ კვირაში მიიღო უკრაინის უმაღლესმა რადამ. ვერხოვნაირ რადა უკრაინი, პარლამენტი ჩვენთვის უფრო გასაგებ ენაზე. რას შეეხება ეს კანონი? ეს არის ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონი, რომელთაც ამ კანონით ეს ბიურო დაექვემდებარა პროკურატურას. ეს უკრაინელმა ხალხმა ჩათვალა როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიიდან და ასევე შემაფერხებელი მათი ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, დაუყოვნებლივ გამოვიდნენ ქუჩაში და მოითხოვეს ამ კანონის გაუქმება ან შეცვლა. ნებისმიერ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა უნდა დაბრუნებოდა. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვინმეს შეიძლება ეჭვი შეეპაროს უკრაინელი ხალხის დემოკრატიულობაში, მათ სურვილში ევროინტეგრაციის სამართლებაში, აი ეს ძალიან კარგი მაგალითია, როგორ ითხოვს სახალხო დემოკრატიით უკრაინის მოქალაქეები, რომ მიიღონ ის მიღებაც უნდათ. ამ კანონს ასევე ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა ევროკავშირიდან და საკმაოდ მკაცრი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის კონკრეტულად ზელენსკის მიმართაც და ეს ის შემთხვევა, როდესაც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გაიხსენოს, ვინც თვლის, რომ აი უკრაინას თითქოს ევროკავშირი თავზე ხელს უსვამს ომის გამო და ამიტომ მას დაუმსახურებლად რაღაცეებს აძლევენ, როდესაც ვინმეს თავში ეს გაუველებს, გაიხსენოს აი ეს კონკრეტული მაგალითი, როდესაც უკრაინის ხელისუფლება მიიღო კონკრეტული კანონი, რომელიც ევროკავშირის ხედვით და ევროკავშირის პოზიციით და პროცედურებით ხელს უშლიდა უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას, ხელს უშლიდა უკრაინის ევროინტეგრაციას და შესაბამისად არაფერს და არავის არ მოერიდნენ და ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს კანონიც და მისი შემოქმედებიც. და რას აკეთებს ამ ფონზე ზელენსკი? როგორ გონიათ დაშალა ეს საპროტესტო აქცია და დააკავა აქტივისტები? ან ხომ არ გონიათ, რომ მორიგი საომარი დეკრეტი გამოსცა და აკრძალა შეკრება და აზრის გამოხატვა? ან ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არ გააკეთა, მაგრამ გამოიყენა პროპაგანდისთვის და თქვა, რომ ესენი რუსეთის მართული ხალხია და რუსები ცდილობენ რაღაცა შიდა არეულობას. არა, არც ერთი მათგანი არ გააკეთა, მან მოусმინა უკრაინელ ხალხს, მან მოусმინა ევროკავშირს და პრაქტიკულად უკან გადადგა ნაბიჯი, პრაქტიკულად შეცდომები აღიარა და შეიტანა ცვლილებები აი ამ უკვე მიღებულ კანონში. ამ ყველაფერს მე განვიხილავ უკრაინის ვერხოვნაირ რადას პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთან იაროსლავ იურჩიშინთან. ეს დეპუტატი სანამ პოლიტიკურ ცხოვრებას დაიწყებდა, მთელი მისი კარიერა უკავშირდება ანტიკორუფციულ ბრძოლას, ის იყო როგორც აქტივისტი, შემდეგ ის მუშაობდა საერთაშორისო გამჭვირვალობაში, ის ასევე იყო ვარდების რევოლუციის არა, ბოდიში, ღირსების რევოლუციის, ევრომაინის მერე, ის იყო უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მრჩეველი, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს სამოქალაქო ზედამხედველი. მოკლედ ის თელმის კარიერას უძღვნის უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლას და ახლა სწორედ ის შემოგვიერთდება და მასთან ერთად განვიხილავთ ამ კანონის პრობლემებს და მიმდინარეობას უკრაინაში. ბატონო იაროსლავ, რა პრობლემა აქვს ამ კანონს? რაშია პრობლემა?
After Revolution of Dignity, ღირსების we რევოლუციის შემდეგ have ჩვენ გქონდა ასე ვთქვათ so-called შეთანხმება agreement ხელისუფლებასა და between საზოგადოებას შორის, governments რომ and society ანტიკორუფციული that ინფრასტრუქტურა უნდა ყოფილიყო anti-corruption დამოუკიდებელი. ანუ infrastructure ყოველგვარი must be მართვის independent. ან პოლიტიკური So გავლენის without გარეშე, მათ any შორის თუნდაც პროკურატურის მხრიდან ან management თუნდაც or სპეციალური influence, საგამოძიებო political სამსახურებიდან. influence from the side of Office of General Prosecutor რადგან ჩვენ გვესმის, or რომ special პრეზიდენტმა შესთავაზა პარლამენტს, პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და because პარლამენტმა we do დაამტკიცა, understand that შესაბამისად ისინი პოლიტიკური ფიგურები არიან. president ამიტომაცაა საჭირო proposed განცალკევებით general ავტონომიური prosecutor ეროვნული and ანტიკორუფციული head of ბიურო, special ასევე ცალკე services პროკურატურაში არსებული to the parliament ანტიკორუფციული and დეპარტამენტი და parliament მხოლოდ ამ adopt ორ this სტრუქტურას appointment. შეუძლია გამოიძიოს ტოპ So it's a კორუფციული political საქმეები. figure. რატომ Due to არის ეს that, we ასე create მნიშვნელოვანი? separately რადგან ჩვენ გვესმის, რომ კორუფცია autonomously შესაძლოა ჰქონდეს National კავშირები Anti-Corruption სახელმწიფო Bureau პოლიტიკური and მოღვაწეების part უმაღლეს of დონესთან. prosecutor უკვე office, რამდენჯერმე, special როგორც anti-corruption პოროშენკოს prosecutor დროს, office, ასევე ახლა, and ზელენსკის only პერიოდში these two ხელისუფლება structures შეეცადა, can რომ investigate ანტიკორუფციული and ბიურო კონტროლზე prosecute აიყვანა და ყოველ top ჯერზე საზოგადოებამ corruption თქვა, cases. არა, Why ჩვენ it's ამას so არ დავუშვებ. crucial? ამას Because we ორი do მიზეზი understand აქვს. that the ასე main უნდა corruption უკრაინელ can ხალხს have და ეს არის connection ჩვენი with ევროინტეგრაციის გეგმის ნაწილი. the highest level of state authority. ევროკავშირმაც და ამერიკამაც ძალიან Several ნათლად და time პირდაპირ in თქვეს, Poroshenko time საჭიროა and in დამოუკიდებელი Zelensky ანტიკორუფციული time, ბიურო. government თუკი tried ჩვენ to ვაძლევთ ფულს put უკრაინას განვითარებისთვის, anti-corruption რეფორმებისთვის, infrastructure under ახლა უკვე control. უსაფრთხოებისთვის And და every ომისთვის, time ჩვენ society გვჭირდება said სისტემა, no, რომელიც კარგად we will not შეამოწმებს, let რომ that. ეს ფული საჭიროებისამებრ გამოიყენება და არ Both, მოიპარავენ. because it მე was ვფიქრობ, რომ like a ახლა request of ზელენსკის ახლო society, გარემოცვა and ოლეგ secondly, თათაროვმა, because it's ანდრეი part of our ერმაკმა integration გადაწყვიტეს, რომ agenda. ამ ობიანობის And პერიოდში საზოგადოება the გაჩუმდებოდა. European Union, საფრთხის let's გამო, say, რუსეთის გამო, ტრაგედიების გამო, რაც very ყველა ოჯახშია. უკრაინაში, როგორც vividly said საქართველოში, that ყველა we ოჯახი დაზარალებულია do რუსული need აგრესიის independent გამო. anti-corruption მაგრამ infrastructure ახალგაზრდა because თაობას we აქვს ეს განცდა, give რომ money to უნდა Ukraine დაიცვას for ხელისუფლებასა და develop, საზოგადოებას შორის for არსებული შეთანხმება, რომ არ reform მიეცეს now ხელისუფლებას მოქმედების უფლება for სამოქალაქო security reasons, ზედამხედველობის გარეშე. for war. We must have a რატომ system გადაწყვიტა which will პრეზიდენტი be სოფესმა checked. Does ნაბუს this წინააღმდეგ money გალაშქრება? not რადგან misuse ჩვენ or გვესმოდა ძალიან easily მაღალი stolen? დონის კორუფციული გარიგებების შესახებ, So რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდა now I ექს-მინისტრ think that შერნიჩოვთან, close ერმაკის affiliates პარტნიორ of მედიჩთან, Zelensky, ასევე შურმანთან და ასე შემდეგ. Oleg ისინი Tatarov, პრეზიდენტის მეგობრები Andrei არიან. Yermak decide that it's very close to nearest friend of president. Yes. And it's understandable that ის, რასაც ზელენსკი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა რუსული გავლენების გასანეიტრალებლად, ეს უბრალოდ თავის მართლებაა თუ რეალობასთან კავშირშია? It's more excuse in reality. უფრო მეტად It's more თავის მართლებაა, excuse. თუმცა დიახ, რა თქმა უნდა, რუსულმა აგრესიამ სიტუაცია გაართულა ამ მხრივ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საომარი მდგომარეობის გამო ისედაც ბევრი შეზღუდვაა, მათ შორის საინფორმაციო ნაკადებზე, ასევე ჩვენ გვაქვს კომენდანტის საათი. ასე რომ ხელისუფლებას საკმარისი ინსტრუმენტები აქვს. A lot of attacks. So governments როგორც ჩანს, ნახეს კვლევები, რომ ხალხი პროტესტისთვის არ იყო მზად, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ერთიანობა გვჭირდება. Because they do understand that we need a unity. But მაგრამ მათ ვერ გააანალიზეს, რომ ხალხი მზად იქნებოდა პროტესტისთვის, თუ თავდასხმის ობიექტი იქნებოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. ეს პირველ რიგში ევროინტეგრაციაა და მეორე, ანტიკორუფციული ბრძოლა. ამიტომაც დიახ, ახალგაზრდა თაობამ ამ აქციების 80-90% სტუდენტები და ახალგაზრდა სპეციალისტები არიან. ახალგაზრდა თაობაა და მათ გადაწყვეტეს პროტესტი. Maybe 80-90% of Protestant, it's really students or ეს ის თაობაა, ვინც ბავშვები იყვნენ ევრომაინის ღირსების რევოლუციის დროს, მაგრამ მათ იციან ამ შეთანხმების შესახებ და მათ მართლა სჯერათ უკრაინის ევროინტეგრაციის. ისინი არ მისცემენ საშუალებას არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ პარტიას, რომ ამ გზიდან გადაუხვიოს. ევროინტეგრაცია ჩვენი საზოგადოების გარდაჩენის შანსია და ამიტომაც. დღეის გადმოსახედიდან, რატომ არ ვართ რუსეთი და რატომ არის ჩვენი დემოკრატია რეალური? რადგან პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა.
თქვა? კარგი, ეს შეცდომა იყო. ნუ, ასე პირდაპირ არ უთქვამს, რადგან რთულია თქვა, ბიჭებო, შეცდომა დაუშვით, ჩემმა გუნდმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ მან თქვა, ჩვენ გვჯერა, რომ ანტიკორუფციული ბიურო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჩვენ ამას დავაბრუნებთ და მეტიც, უფრო გავაძლიერებთ ამ დამოუკიდებლობას. და აქციების დაწყებიდან 2 დღის მერე პრეზიდენტმა წარუდგინა პარლამენტს კანონპროექტი, რომელშიც მართლაც არის ასახული ცვლილებები. Status quo აღდგენილია. Of protest, President proposed to Verkhovna Rada, to our parliament, draft of law in which really status quo are renewed. So the steps which he made ნაბიჯები, რომელიც მან გადადგა, საკმარისია იმისთვის, რომ პროტესტი შეწყდეს და ის, რასაც პროტესტი მოითხოვდა, გათვალისწინებულია ამ ნაბიჯებში, ასეა? Not enough because ეს საკმარისი არაა, რადგან ჩემი აზრით პროტესტი შეწყდება, როცა პარლამენტი დაამტკიცებს ამ შემოთავაზებულ ცვლილებებს. კანონპროექტის ჩვენება საკმარისი არ არის. კანონპროექტი არაა საკმარისი სიტუაციის გამოსასწორებლად. It's not enough. So because it's like a way to make situation better. მაგრამ ამ კანონპროექტში გაწერილია ის, რასაც მოითხოვდით, ხო? ანუ ეს აბრუნებს დამოუკიდებლობას. It's really enough. ეს ნამდვილად საკმარისია, რომ პრობლემა გადაიჭრას. უბრალოდ აუცილებელია, რომ კანონის სახე მიიღოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირაში მოხდება. ჩვენ გვექნება რიგარეში შეკრება და სესია და იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს დავამტკიცებთ. 4 შაბათს ან 5 შაბათს მოხდება. ჩვენ დღესვე შეგვიძლია მობილიზება, მაგრამ სულგან აროდას ბევრი ხალხი ყავს შესაკრები, მათ შორის რეგიონებიდან და ჩვენ გვესმის, რომ ამას დრო სჭირდება. ეს ნორმალურია. რეალობა არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმდენად მალე, რამდენადაც შესაძლებელია, რადგან გვესმის, რომ ქუჩაში პროტესტის სახიფათოა. ეს შეიძლება რუსებმა გამოიყენონ და გამოიყენონ არა მხოლოდ მანიპულაციისთვის, არამედ ტერორისტული თავდასხმისთვისაც. ეს არის ხელისუფლების პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე. Protesting action, it's a goal for Russia manipulation, even for terroristic acts it can possibly happen. So it's responsibility of government, of president to fix this problem as quick as we can. Okay, გასაგებია. მადლობა რომ დრო გამონახეთ. არაფრის სასიამოვნო იყო. ნახვამდის. Bye. Georgia. მოკლედ რომ შევაჯამოთ, აი ასე ხდება, როდესაც ქვეყანას მართლა სურს ევროინტეგრაცია, როდესაც ის ატარებს აქტიურ დემოკრატიულ რეფორმებს, შესაძლოა ამ გზაზე მაღალი თანამდებობის პირებმა დაუშვან შეცდომები, თუმცა ამ შეცდომებში არ გაჯიუტება და შემდეგ შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია. შესაბამისად, ეხლა ჩვენ ველოდებით უკვე მომავალ კვირას, როდესაც აი ეს ინიციირებული ცვლილებები, რომელიც ზელენსკიმ შეიტანა კანონში, უკვე რადაში შევიდეს და დაამტკიცონ. ნახოთ, როგორ გავითარდება მოვლენები, თუმცა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა დაუბრუნდება ჩვეულ რუტინას და სამწუხაროდ ეს ჩვეული რუტინა არის ომი რუსეთთან, რომელიც ამ პროტესტის პარალელურადაც არსად არ წასულა და კიდევ ერთხელ დიდება იმ გამბედავ ხალხს, მამაც ხალხს, რომელიც არ შეუშინდა რუსულ რაკეტებს, არ შეუშინდა რუსულ კომბინირებულ საჰაერო თავდასხმებს და დემოკრატიული უკუსვა მათი გადმოსახედიდან პირველივე ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირთან ამ პროცესში უკრაინას დააშორებდა, გააპროტესტეს ხმამაღლა, გააპროტესტეს ქუჩაში. დროებით დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ მიყურეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ჩემს მუდმივ მაყურებელს კი, რომელიც უკვე გამოკვეთილი არის გარკვეულწილად, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიყურებთ, აქტიურობთ კომენტარებში. მოკლედ, მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.